ისტორიულ თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. ალბათ არაფერი არ ასახავს ისე მკაფიოდ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და მის წინაშე მდგომ ისტორიულ ამოცანას, როგორც მისი კონსტიტუციის პირველი მუხლი, ის მთავარი დებულება, სადაც აისახება თუ რას ეფუძნება ქვეყანა და რა არის მისი არსებობის მთავარი აზრი. სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია. საქართველოს შემთხვევაში კი განსაზღვრელი სიტყვებია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, რაც სამართლებრივ ნორმასთან ერთად პოლიტიკური მანიფესტიც არის. წერს შალვა პაპუაშვილი. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება. საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ისტორიული ამოცანა, რომელიც ქართველი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში იდგა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება. სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია. ზოგან ადამიანის უფლებები, ზოგან ხალხის სუვერენიტეტი, ზოგან სოციალური სახელმწიფოს პრინციპები ან ინსტიტუციური მოწყობა. საქართველოს შემთხვევაში კი განსაზღვრელი სიტყვებია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. სამართლებრივ ნორმასთან ერთად ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ყველაზე ხატოვნად გადმოსცა. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ეს იდეა გაგრძელდა და გამყარდა 1995 წლის კონსტიტუციაშიც, რომლის პირველი მუხლი კვლავ სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ერთიანობას ეხება. გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა სწორედ სუვერენიტეტიდან იწყება.